ზესტაფონელმა სამბისტებმა თბილისში ჩატარებული საქართველოს პირველობიდან 6 ოქროს მედალი ჩამოიტანეს. ნინო ჩადუნელი კადეტ გოგონათა შორის 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო იყო. ჭაბუკებში ჩემპიონები გახდნენ ნოდარ სვიანაძე, დიანა გაჩეჩილაძე და თამარ გეწაძე. ახალგაზრდებს შორის კი პირველობა არავის დაუთმეს გაგა ჯუღელმა და ბექა თურმანიძემ. წარმატებული სპორტსმენები გვეუბნებიან, რომ ეს შეჯიბრი მათთვის შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის საუკეთესო საშუალება იყო. შედეგად კი წარმატებების საჭიდაო არენაზე თავდაუზოგავი ბრძოლების ხარჯზე მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონატი სამბოში ვიჭიდავე მეორე 54 წონით კატეგორიაში. დავიკავე პირველი ადგილი და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მედგა ამ ჩემპიონატზე და წარმატებებს ვუსურვებ სხვა დანარჩენ მონაწილეებს ევროპაზე. თანაბარი ბრძოლა იყო ჩემი აზრით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. ვიჭიდავე სამბო თბილისში, დიღობში. ეს ჩემთვის პირველი იყო, პირველად ვიჭიდავე ამ მასაკში, ამ წლოვანებაში და თვითონ სამბო ძალიან ნერვიულობდი. მაგრამ ჩემს უკან იყვნენ ჩემი გუნდელები, ჩემი მასწავლებლები და ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც მახნევებდნენ. ძალიან ემოციებში ვიყავი, მაგრამ როგორც იქნა მოვიგე, გავიტანე ჩემი და გავიკავე პირველი ადგილი. იყო სამი პირველი ბოლოში შემხვდა ფინალში თელჯორელი იყო დანარჩენი არ მახსოვს და დანარჩენი ისინი იყო საკმაოდ ძლიერი და გამიჭირდა ცოტათი, მაგრამ მოვიგე მაინც და გავიკავე პირველი ადგილი. ჩემი სპორტის ინსტრუქტორი იყო პატარაობიდან, იმიტომ რომ ბაბუა ჩემიც ძიუდოისტი იყო, მამა ჩემიც, მაგრამ თავიდან დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ მე ჩემიც დადიოდა ძიუდოზე და ძალიან მომეწონა ეს სახეობა, რომ უყურებდი ხოლმე და მე მამა ჩემს უთხარი და შემიყვანა თვითონ ძიუდოში, ვჭიდავ 5 წელია, მაგრამ არ მიჭიდავი არასდროს სამბო და იყო ძალიან ნერვიული და სტრესული ის, ნერვიულობდი ძალიან და რავი, დავიკავე მაინც პირველი ადგილი და გავხდი ჩემპიონი. ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სამბოში ჭაბუკებში, სადაც ვიასპარეზე მძიმე წონით კატეგორიაში ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-ვე წარმატებით გავიარე და გავხდი ჩემპიონი. ამის შემდეგ წავალ კვიპროსში ევროპაზე და ვეცდები რომ გავახარო ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა. საქართველოს ჩემპიონატს ამ ტურნირის შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილოსანი პრიზიორებიც ჰყავს ზესტაფონიდან. მეორე ადგილებზე გავიდნენ ნანა ჭიჭინაძე, ნოდარ შარიქაძე, საბა კლდიაშვილი და გოგა გორგოძე. ანასტასია გაბრიაძე და ნინო გუნცაძე კი მესამე პოზიციას დასჯერდნენ. კადეტებში ვიჭიდავე, სულ ჩავატარე 4 შეხვედრა, 3 აქედან მოვიგე და ფინალში დავმარცხე და ვიკავე მეორე ადგილი. ჩემი თავით კმაყოფილი დიდად არ ვარ, მაგრამ რაც იყო და შემდეგში ვივარჯიშებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პირველ ადგილზე გავიდე. საქართველოს პირველობა სამბოში 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისში დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით კადეტები, ჭაბუკები და ახალგაზრდები იღებდნენ.